15-20 წუთი. მანდიბულურს უნდა ყველაზე მეტი დრო რომ დაელოდო. ვიღაცას შეიძლება 15 წუთში გასინჯავდა კარგი ანესთეზია, ვიღაცასთან 15 წუთში გასინჯავდა თლად არ არის კარგი, შეიძლება იფიქრო რომ ცუდად გავაკეთეო მე გესმით? ამიტომ ზოგჯერ 20 წუთით დაველოდები, ანუ 15-დან 20 წუთამდე სჭირდება. ესე იგი, ეხლა სანამ ამ ანესთეზიას მოკლედ შევაჯამებ ეტაპებს, მინდა ქვედაყბის ყელის ღარი ნახოთ. ნახეთ, ეხლა მოიტანე შენი თითი, აი ამ ადგილს გავუსვი. ნახე, ჩააყოლე მაგ ძვანს. ქვედაყბის ყელის ღარში და არა მანდიბულურ, ანუ ქვედაყბის ხვრელში. ეგ არის ძალიან დიდი შეცდომა, როცა ამას სეპირად პასუხობ, ან ტესტში პასუხობ, თორე ისე ამ ხვრელში რომ მოხდე ვერ შეხვალ. სადღაცა დაამტვრევნებ, ვერ მოხდები უბრალოდ. და ამ ხარიდან ჩადის ანესთეტიკის სად? ღარში. ეხლა ხო, ეხლა ეს სამომენტიანი მანდიბულური ანესთეზია ისევ ძალიან მოკლედ ამ ეტაპებს ვიმეორებ. გასაგებია. პირი არის როგორ? ფართოდ გაღებული, მარცხენა ხელის ცერა თითი შევიტანე და მოვათავსე რეტრომოლარულ ფოსოში, მოვსინჯე ეს ფოსო. შემდეგ ეს თითი გადავანაცვლე ტოტის წინ, იმიტომ რომ აი ესე რომ გააჩეროთ, ნახე, ჩხირს ხوار დაიჩხვლიდავ ხალხო. ჯერ ვერ დაიჩხვლიდავ, მაგრამ ხო დაიჩხვლიდავ. ამიტომ მიხვდით, რომ ეს ფოსო რომ მოვსინჯე, ეს თითი გადავიტანე ტოტის წინა კიდეზე, აი ესე. შპრიცი მიჭირავს პირველი ეტაპი. მოპირდაპირე მხარეს პრემოლარების სახეში ზედაპირის დონეზე, ჩხლეტას ვაკეთებ საფრთხილე ფალანგის შუა წერტილში ლორწოვანი გავჩხლიდე. ანუ ძვალს მივებჯინე. ძვალს რომ მივებჯინო 0.5-0.6-ზე უნდა შევიდე. დავღვარე 0.5 მილილიტრი ანესთეტიკი. მეორე ეტაპი. გადმოვდივარ ჩხლეტის მხარეს პრემოლარების სახეში ზედაპირის დონეზე. ეხლა რომ გადავწდე საფეთქლის ქეს 0.5 შპრიცი არ ამოძრაო თვითონ დუში ცილინდრი პრემოლარებზე მიდევს ანუ მის დონეზე შევალ 0.5-0.6-ზე საფეთქლის ქეს უკვე გადავწდი დავღური 0.5 მილilitrს გაითიშა ენის ნერვი მაგრამ ნახეთ სად მინდა მისვლა აქ ღარში მინდა მისვლა შემდეგ მესამე ეტაპი დავბრუნდები საწყის პოზიციაში ანუ მოპირდაპირე მხარეს პრემოლარების დონეზე და ძვალზე ცოცვით მივდივარ 1.5 სანტიმეტრზე, აი და მივალ ქვედაყბის ყელის ღარში. დავღრი 1.5 მილილიტრ ანესთეტიკს. გაითიშება ქვედა ალვეოლური, ამ დროს გაითიშება ქვედა ალვეოლური ნერვი. უნდა დაველოდოთ 15-20 წუთის განმავლობაში, ეხლა რა მითხარით? მანდიბულური ანესთეზიის დროს. ესე იგი, სულ რა სიღრმეზე შევდივარ, დათვალეთ. პირველი 0.5-0.6 სანტიმეტრი. მეორე 0.5-0.6. ნუ გამოვიდა სადღაც, კაი 0.5-ები ვთქვა, 1 სანტიმეტრი. მერე შევდივარ 1.5-ზე მაინც. ანუ 2.5-ზე 0.6-ებითაც შევდივარ. ანუ 2.5-დან 3-მდე 27 მილიმეტრი, ანუ 2.7. მიხვდით 2.5 სანტიმეტრი. ამიტომ ნახეთ, ნემსი როგორი გჭირდება? ანუ მინიმუმ 2.5 სანტიმეტრზე შედიხარ. ეხლა მე რო თქვენ გითხოთ 2.5 მანახეს თქო, არ ვიცი ვინ მანახებს. მე გახსოვთ რა გითხარით? ერთი მე უნდა ანაკა, სახაზავზე ივარჯიშეთ რა. 0.5 არც ერთი ექიმი აღარ ზომავს, თვალით იცის ყველა 0.5 რამდენია, 1 რამდენია. გასაგებია? ანუ სულ დამჭირდა 22.5-დან 2.7-მდე შესვლა. ან ესეთი კი დამითვალეთ. რო იცოდე რამდენი აიღო. ნახე, მეორე ეტაპზე რო ხარ. უკვე ქეთს რო უნდა გადაცდე. წარმოიდგინე, ანესთეტიკი რო გაგაღებული ცოტა. უნდა გამოაძრო და ხელახლა დაიწყო ეს ანესთეზია. 2.6 იქნება. ესე იგი 0.5 შევიყვანე. 0.5 შევიყვანე 1. ბოლოს 1-დან 1.5. რამდენი გამოვიდა? 2.5, მაგრამ გზა და გზა ხომხური 3-მდე მინიმუმ გიდათ. 3 მილილიტრი ხა თუ 3 მთლად არ გაქვს აღებული 3 მილილიტრამდე მაინც უნდა გქონდეს აღებული. 2.5 ყველა ვარიანტში გიდა, მაგრამ გზა და გზა ხა 0.5-მდე ხო დაყვიცოთ ცოტას. ამიტომ 3 მილილიტრამდე უნდა აიღო ანესთეტიკი და არა 2, 1 მილილიტრი არ გეყოფა.
მიხვდით, შენ თუ ზუსტად ყელის ღარში მიყვარ, მაგრამ ანესთეზის დახვრი 0.5-ს არ გამოვა ეს ანესთეზი, არ გაიჩება ის ნერვი. შეიძლება ტექნიკურად აქ მიხვედი, მაგრამ დააკელი ანესთეზია. ეხლა რა მინდა გითხრათ? 15-20 წუთი რო დაველოდე, რა გაითიშება? ნახეთ, გაუთქივარების რა ქვია? ზონა. რომელი კბილები ითიშება? მოლარები ითიშება, პრემოლარები ითიშება, ანუ ქვედაყბის ნახევარი გათიშულია, ოღონდ ფრონტალურები ცოტა უფრო სუსტად. მოლარები და პრემოლარები უფრო, მოლარები სრულყოფილად. ანუ ქვედაყბის ნახევარი მაინც ვამბობთ, რომ გაითიშა, ოღონდ ფრონტალურები შედარებით რა ცოტა სუსტად. აი ეს ძვალი, ანუ რა არის? ალვეოლური მორჩი გათიშულია, ღრძილი ლორწოვანი. რომელი მხრიდან? ენის ნერვი ხო გათიშულია, მაგრამ ნახეთ, აი მეორე მოლარიდან მეორე პრემოლარის ჩათვლით, აი აქ ღრძილი და ლორწოვანი თითსაც ვერ დააკარებ, არ არის გათიშული. იმიტომ რომ ამას რომელი ნერვი აინერვირებს? ლოყის. ჩვენ ლოყის ნერვი გავთიშეთ? არა, ამიტომ მანდიბულურს ყოველთვის უნდა დაუმატო რომელი ანესთეზია? ინფილტრაციული, რომელ მხარეს? ლოყის მხარეს. თორე თიც არ დაგაკარებინებს, ვერაფერის ვერც გახსნიკვის. ესე იგი, აქ ლორწოვანი და ღრძილი, თვითონ კბილიკია, ღრძილი და ლორწოვანი გრძნობიარე რჩება, რადგან ჩვენ ლოყის ნერვი ამ ანესთეზიის დროს არ ითიშება. ამიტომ ყოველთვის ემატება რა? ვესტიბულური მხრიდან. თორე ენის მხარეს რა თქმა უნდა გათიშულია. ეხლა თქვენ თუ შეგეშალათ, ნერვიულობდით, ან არ ვიცი რაღაცა უცოდინდობით. ნახე, პირველი ეტაპი გავაკეთე სწორად. დავღვარი 0.5-ზე შევედი. ნახეთ, ბაშო, გადმოვედი ჭყნეტის მხარეს პრემოლარებზე, გავწდი ქედს, რომ 0.5-0.6-ზე შევედი, დავღვარე 0.5. გაითიშა ენის ნერვი, ხო? და მერე პირველ ეტაპზე საწყისზე გადავედი ისევ და უნდა წავიდე ძვალზე ცოცვი და 1.5-ზე უნდა წავიდე და ყელის ღარში ხო უნდა დავღვარო. შენ ხო ვერ უყურებ ამას, ეხა აქ ჩანს, ხო? თქვათ დაფრთხი რაღაცა არიცი, ან ვიცი აირიე და არ მიხვედი ყელის ღარში. ანუ არ შეხვედი 1.5-მდე, არ ხარ ყელის ღარში და სადღაც დავღვარე ეს ანესთეზი. იცით რა მოხდება? ნახეთ, რო გავა 15-დან 20 წუთამდე და პაციენტს ხო ვეკითხები ხა, რო გავიგოთ სხვა ანესთეზიის დროს არის ვეკითხები, ის დაგიბუჟდა და ეს ზოგი აბო ჭიანჭველა დამდის, არ დამბუჟებიაო, მაგრამ ჭიანჭველი. ანუ ხო გამოვკითხე ხა, ინსტრუმენტით დავიწყე გასინჯვა, რომ ნახო ანესთეზირებელია. თუ დაბუჟდა მარტო ენის წვერი და გვერდითი კიდეები, ენის ნერვი გაგითიშია, მაგრამ თუ კბილები მგრძნობიარეა, მიხვდი რომ შენ ღარში არ ხარ მესული და მანამდე დაყვარი ანესთეტიკი, ანუ ქვედა ალვეოლური ნერვი ვერ გათიშია. მიხვდით? ეგ ძალიან ბევრს ემართება ექიმებსაც. ჩემთან მოსულა ბევრია უთხოვიათ, რომ მიდი რა მანდიბულური გამიკეთე, მოლარებზე ინფილტრაციონით ვერ იმუშავა თერაპევტი რო იყო. ერთ სხვა, იმიტომ მოლარებს არ თიშავს ინფილტრაციონი ბავშვებო ცალკე და ინფილტრაციას რო ხმარობენ ხშირად თერაპევტები და ადამიანი იძახის მტკივა არხებს რო ხსნი და ამუშავებ და ნერვს იღებ, მართლა ტკივა, კი არ გიგონოს. მერე ითირაშვები ან ინტრაპულპური ქვია, გახსნენ ხრუში ამატებენ, რომ როგორმე ცოტა ანესთეზირება უფრო მეტი მოახდინონ. ეს მანდიბულური სჭირდება მაგ კბილებზე მუშაობას. ანუ ვისი თქმა მინდა, თუ თქვენ დაბუჟება მიიღეთ მხოლოდ ენის წვერზე, მომისმინეთ, თორე ამას ეხა მე თვალები რო დამახუჭინო, ნებისმიერს გავუკეთებ. ამ ანესთეზიას არც მინდა თვალის გახელა. ანუ თუ ენის წვერი დაუბუჟდა, საერთოდ მანდიბულურზე დაბუჟდება ენის წვერი, გვერდითი კიდე, ქვედა ტუჩი. ქვედა ტუჩზე გეტყვიან, რომ აი რაღაც დამდის გამითითქოს, ვერ გრძნობ ქვედა ტუჩს, ანუ იმ ხარეს ან მარჯვნივ, ან საითაც გააკეთე, ხო იცით, ეგ სამხრივია. უნდა მიხვდე, რომ არაფერი საგანგაშო არ არის, არ დაფრთხეთ, არ შეგეშინდეთ, არაფერი არ მოუვა, ორ კბილები არ გაქვს გათიშული. ანუ აქ ღარში არ მიხვედი 1.5-ზე რა. მარტო ენის ნერვი გათიშე და ენის წვერი, კიდეები აქვს დაბუჟებული და სხვა კბილები არა. შეგიძლია ხელახლა გააკეთო. მიხვდით, თუ გჭირდება ეს ანესთეზია, უკვე მიხვდით, რომ სიღრმე დაგაკლდა. გასაგებია ჩემი რჩევა კი არ დაფეთდე იქ და განყოფილებას კი ნუ შეღრი. და მიშვენეთ ხან ხო დავენო რაღაცა. მოსინჯე მეორეთაც არაფერი არ მოუვა.
გასაგებია ბავშვი, ბოდო, თავიდან ყველა ღილავს ეხლა ნებისმიერ შენობა. თქვენ კი რა ხო გეუბნებით, ზოგჯერ ექიმებსაც რაღაცა ხშირად რო არ აკეთებენ, განაუცოდინ რომ თქვა თუ არ სჭირდება, შეიძლება არ შევიდა ერთ ნახევარზე და აი კბილები არ გაეთიშა. ეს იქნება დიდი, სხვა არაფერი არ მოვა. ხელახლა გააკეთე, რადგან სჭირდება რა. ოღონდ შეცდომას მიხვდი. მანამდე გაქვს დახვილი მესამე ეტაპი ვერ გააკეთე, ესე იგი სწორად. ენის დაბუშება არ აბსოლუტურად გამოდის მე ეს ანუ ქვედა ტუჩი, ენის წვერი, კიდე ამ ანესთეზიის დროს ისედაც ბუშდება, მაგით ვიკითხები. დაგიბუშდათ ქვედა ტუჩი კი, აი ენის წვერი, გვერდითი კიდე, ისედაც ენის ნერვი რო გაითიშა, იმან ეს გათიშა. პლუს ეს ეხა 5 წუთი უნდა შევისვენო.